ვოლსკის განცხადებას უსმინე გუშინ, რომ 100 კი არა, 1000 ქარხანა და ფაბრიკა გავხსნით და დაუნახავები ხართ თქვენს ყველა მაგას ვინც ვერ ხედავთო და მეთქი რაღაცის ხმა რო არის, ალბათ 1-20 ქარხანა მარტო გურიაში გახსნა და მაგათი გუგუნის ხმა ისმის თქო და ეს დაუნახავი მე წავედი ამ ფაბრიკების და ქარხნების მოსაძებნად. მეც ვეძებე, ხალხსაც ვკითხე, მაგრამ რა ვიცი, არაო, ამ ხალხმაც არაო. და 1500 ლარი ხელფასი. აი, თქვენ გწოდნიათ, რადგან გეკითხების. აი რა, მაგერი უნდა ვარიქო, ყველაფერი უნდა იგირო და ახლა ჩვენ ხوارეზე უნდა ვიყოთ. აი, არ მომისმენია, მაგრამ ახსნილი არ მინახია რა, ფერი. ქარხნები სად არის? მოკლედ, ქარხნები ვერ ვიპოვეთ. 1500 ლარი არისო მინიმუმი ხელფასიო ესეც თქვა ვოლსკიმ. და ბოთლის გამბერავად მუშაობა არ უნდათ და კომბოსტოს საკრეფად მიდიანო. ნუ ლოგიკაში აცდა ცოტა, მაგრამ ეგ არაფერი. ხო და კიდევ კობახიძემ რო დაანოსა, ხო გახსოვთ გაზრდილ ფასებთან სუსმა უნდა იბრძოლოსო. იბრძოლა მამუკამ, იბრძოლა და კობახიძემ ერთად და მიაღწევს იმას, რომ ამ განცხადების შემდეგ 10 თეთრით მოიმატა პურის ფასმა, 20 თეთრით მოიმატა კვერცხის ფასმა და 3 ლარით მოიმატა ხორცის ფასმა. შედეგები დადეს ბიჭებმა. აი ეგეთი შედეგები გვაქვს, რომ პრომო გოგონა რო გამოვიდა წინა საახალწლოდ და მოყვა რომ უნდაო შევამციროთ ფასებიო, გაზრდილია ეს ფასები.